გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოდკასტში. დღეს მე ამ პოდკასტს წამყვანი გიორგი უსრიკიძე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროპა არ არის მხოლოდ კონტინენტი, ის არის ღირებულებთა სისტემა, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანების უფლებები და განვითარება. ჩვენ ამ გზაზე ვართ და დღეს დეტალურად განვიხილავთ, რას ნიშნავს ეს გზა საქართველოსთვის. მოკლედ, პირველი შეკითხვა. რა არის ევროკავშირში ინტეგრაცია? გამარჯობა, მე ვარ პირველი სტუმარი სანდრო ცანავა, მე ვილაპარაკებ გიორგი გუსრიკიძეს საერთოდ და გავცემ შესაბამის პასუხს. პირველი კითხვა რაც დამისვა გიორგიმ არის რა არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ეტაპობრივად უერთდება ევროკავშირის სტრუქტურებს, კანონმდებლობასა და ღირებულებებს. ეს მოიცავს ეკონომიკურ ინტეგრაციას, ასევე საერთო და თავისუფალ ბაზრის მიღწევას, პოლიტიკურ და სამართლებრივ დაახლოებასა ევროპულ კანონებთან, სოციალური და გარემოს დაცვით სტანდარტებს გაუმჯობესებას. ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური პრივილეგია, ეს არის შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, ის ხომ უსაფრთხო, სამართლიან და პროგრესულ გარემოში. მინდა ასევე ვახსენო ისტორიული კონტექსტი. ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოსთვის იწყება 1990-იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ეტაპები არის 2004 წელი, როდესაც საქართველო ხდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, 2014 წელი საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმება და 2017 წელი უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში. სტატისტიკები 89% საქართველოს მოქალაქეების მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. 84% კი თვლის, რომ საქართველო და ევროკავშირი კარგ ურთიერთობებში არიან. თუმცა 2024 წელს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე არ დაიწყებს 2028 წლამდე, სანამ ვადა არ გაუვათ მათ არჩევნებს, რაც გამოიწვია პროტესტებმა და დებატებმა. მოკლედ მორიგის სტუმარი არის დუდუ ბაჯელზე, რომელიც გვესაუბრება ეკონომიკურ და სოციალურ სარგებლებზე. მოგესალმებით დუდუ, როგორ ხარ? მოგესალმებით. თეორიაში ვისაუბრებ საქართველოში ევროინტეგრაციის სოციალურ ბენეფიტებზე და როგორ კარგს მოიტანს და რა შედეგები ექნება ზოგადად, რომ შევხედოთ ზედხედი რო გავაკეთოთ. პირველ რიგში სარგებელსაც შეეხება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მეტი სამუშაო ადგილი, ღირსეული ანაზღაურება და დანიშნული დაცული შრომითი პირობები. იქნებოდა უკეთესი პენსია, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დახმარება მოწყვილ ჯგუფებზე, რომელიც უფრო ფოკუსირებული იქნებოდა სოციალურად არსებულ პრობლემებზე და უმცირეობაში მყოფ პირებზე. იქნებოდა უცხოეთში სწავლა, სტაჟირება უფრო განვითარებული და როგორც არის დღესდღეობით გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო სასწავლო წლიური და ზოგადად სკოლის პროგრამები, რომელიც შეიძლება სემესტრული პირველი კლასიდან 12-მდე, მე-18-მდე რაც მიდის, ეგენიც იქნებოდა, ზევიდან იქნებოდა ბევრად მეტი, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ რა. თანავე სამართლიანი მმართველობა და მეტი რესურსი სასამართლოს მოქალაქეებისთვის და სახელმწიფოს პოპულაციისთვის იქნებოდა უფრო კარგად განაწილებული და ხნედ გამოყენებული. ასევე საუბრისას ამ სოციალური ფაქტორის განხილვისას და მე ეკონომიკურზე რო გადავალთ, თეგა მომეშოლება და შეიძლება ჩვენი აზრები გადაიკვეთონ კიდეც რაღაც საკითხებში. ბოლო რაღაც ბენეფიტებში რაც შედის, არის სოფლად ცხოვრების განვითარება. ყველა ძალიან კარგად ვიცით, რომ გარეუბნებში, არა მარტო გარეუბნებში და ზოგადად პირდაპირ ნიშნობით სოფლებს ასაც ეძახიან, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, ჭიათურაში, მასეთ არეალებში ძალიან აფხაზეთი, ოსეთი ძალიან დიდი პრობლემა რესურსებისა, ეს შეიძლება მოიცავდეს კი არა, მოიცავს ელექტროენერგიას, პროდუქტებს და ძალიან ბევრ სოფლს და ასეთ პატარა საცხოვრებელს, სადაც ცხოვრობს 1000-მდე ადამიანი, უწევს თავისთვის ასე ცხოვრება რა და
როგორც დიდ ქალაქებში, თვალზე თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ხდება იმპორტირება სხვა ქალაქებიდან, სხვა ქვეყნებიდან პროდუქტის და მასალების, იგივე ან არ ხდება, ან ძალიან იშვიათად ხდება ძალიან პატარა ქართულებით სოფლებში. ასევე მინდა დავამატო, რა თქმა უნდა, ერთი რამ ის რომ ევროკავშირის ქვეყანა არის ერთ-ერთი დანია, სახელწოდებით. რას უყარაკო? დანია, ხო და ამ დანიას აქვს ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო საპენსიო სისტემა. შენის არა მე საკითხული მაქვს რომ ზოგადად ასე არის მიღებული. კი და აღნიშნული. კი, ასევე სასაური სოციალური, ესე ვთქვათ, მდგომარეობა და დონე არის დანიაში. ასევე შეგვიძლია იგივე ვთქვათ, ზოგადად ჩრდილოევროპულ ქვეყნებზე იგივე შეგვიძლია ვთქვათ. ბალტიკის ქვეყნებზე და სკანდინავიის ქვეყნებზე. კი ბატონო. ნებისმიერი შეიძლება იქნას მაგალითად მოყვანილი და პოზიტიურ ნოტზე დარჩეს ხსენებული. კი ბატონო. უკვე ნახსენებ თემებზე მოკლედ გადავლა რო გავაკეთოთ. დასაქმების შესაძლებლობებს და შრომით სტანდარტებს რაც ეხება, ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაცია ნიშნავს შრომით უფლებების დაცვას, მინიმალური ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ევროკავშირის კანონმდებლობა მყარად იცავს მუშაკების უფლებებს. ეს თავისთავად ბევრი განხილვა არ ჭირდება, რომ საქართველოსთვის ძალიან ბევრ კარგს მოიტანს, მაგრამ რეალურად სანამ საქართველოს მთავრობა გამოაცხადებდა, რომ ევროკავშირთან განხილვებს შეწყვეტა 2028-მდე, მანამდე ერთი დიდი პრობლემა იყო, რომ საქართველოს ბენეფიტებთან საქართველოს ევროკავშირში შესვლა რამე ევროკავშირისთვის ბენეფიტი მოყვება თუ არა. რადგან ბევრი ქვეყნისთვის იქნებოდა ძალიან კარგი და სასარგებლო ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ასეთ დონემდე რომ მიხვიდე და პრესტიჟულ ადგილში გაწევრიანდე, შენს რამე წვლილი უნდა შეგქონდეს და ყველა ქართულ მოქალაქეს იმედი აქვს, ვინც ობიექტურად აზროვნებს და მის ქვეყანა უყვარს, იმედი აქვს, რომ საქართველოს რამე პლუსების წარმომადგენელი იქნება სამომავლოდ. სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესება, რაც ნიშნავს ევროკავშირის დახმარებით გაძლიერდება ისეთ სფეროები, როგორც პენსიები, ჯანდაცვა და სოციალური დახმარებები. თეგას უნდა რაღაცეების ხსენება. კი ბატონო, აი ზუსტად ევროკავშირში ესეთი რამ არის, რომ მაღალი ხელფასები არის და ადეკვატური ფასები რა, ხელფასების შესაბამისად ფასებიც საზოგადო მოხელეებისთვის. კი ბატონო, მაგალითად საქართველოში თუ 600 საშუალობს, მაგალითად მასწავლებელი სიტყვაზე ვთქვათ, საშუალო საჯარო სკოლის მასწავლებელი. კი ბატონო, მინიმუმ სავარაუდოდ ორჯერ უფრო მეტ ხელფასსაც მიიღებს საშუალოდ საჯარო მოხელისეც გადადის ეს ყველაფერი. ევროკავშირის წყარი ეკონომიკური მდგომარეობის გამომდინარე. კი, რა თქმა უნდა, ამასაც მოყვება ფასების და ამასაც სხვა პუნქტები აქვს, რომელშიც ეკონომიკურ საგებლოებს ვისაუბრებთ და ეგ იქნება სოციალური შემდგომ. კი ბატონო. ცოტა ხნის წინ ვახსენეთ სწავლა განვითარება ევროკავშირთან ერთად როგორ იქნება საქართველოში. ევროკავშირში ინტეგრაცია იძლევა წვდომას Erasmus+-ზე, Horizon Europe-ზე და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც მაინც და მაინც მიუღწეველი არაა დღევანდელ საქართველოში, მაგრამ ძალიან რთული ხელმისაწვდომია და ყველასთვის ასე მარტივი მისაღები არაა, ვისაც უნდა სრულფასოვანი საზღვარგარეთ სწავლის მიღება. ეს აზრს ახალგაზრდებს ევროპულ გამოცდილებას და განვითარების საშუალებას და ასევე რომ მოემზადონ რეალური ცხოვრებისთვის, თუნდაც საზღვარგარეთ ცხოვრება. ასევე რომ ევროკავშირს აქვს თვითონ ცალკე გამოყოფილი გრანტები მოსწავლეებისთვის ინდივიდუალურად ჩამოარიგოს გრანტები და თვითონ უნივერსიტეტებსაც აფინანსებენ ასევე საკანონმდებლო დაფინანსებები კი ბატონო თვითონ უნივერსიტეტსა და ინდივიდუალებს მიმართ. მეოთხე პუნქტი არის ჩვენს ქვეყანაში ძალიან სადებატო საკითხი, კორუფციასთან ბრძოლა და მართლობის გამჭვირვალობა. ყველაფერს ძალიან აშკარა უნდა იყოს დღევანდელ თუნდაც თბილისში და დიდ ქალაქებში მოვლენების
ვითარება როგორ ხდება და როგორ აპროტესტებს ახალ ამბებს ხალხი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სიტუაციაზე გადაწყვეტილებებს და გაცემულ გადაწყვეტილებებს. ევროკავშირი მოითხოვს დემოკრატიული სტანდარტების დაცვას და კორუფციის წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას, რაც რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი ჩვენთვის არ იქნება, თუ ჩვენივე კორუფციას არ მოვერიეთ და არ დავძლიეთ. ეს ამცირებს სიღარიბეს და ზრდის მოქალაქეების ნდობა სახელმწიფოს მიმართ, რაც სამწუხაროდ დღესდღეობით ძალიან იშვიათი რამეა. ამასთან დაკავშირებით ასევე პოლიტიკურ საგებებზეც ვისაუბრებთ, ამიტომ უფრო გავაფართოვებთ პოლიტიკურს წაიყვანს თეგა და მე ჩავერთვები ხოლმე. კი, ბატონო. მადლობა დუდუ. შემდეგი სტუმარი ვეყოლება თეგა გაბუნია, რომელიც ისაუბრებს პოლიტიკურ საკითხზე და ასევე დუდუს დაუმატებს ეკონომიკურ სარგებლებზე. მოგესალმებით თეგა. დავიწყებ საუბარს პოლიტიკურ სარგებლებზე, ხოლო შემდეგ მე და დუდუ ჩავამთავრებთ ეკონომიკურ სარგებლებზე ერთად. ახლა მოდი დავიწყოთ იმით, რომ თუ ევროკავშირში გაწევრიანდება საქართველოს, ეს დემოკრატიული ინსტიტუტები გამყარდება საკმაოდ ბევრად. ყველა ევროკავშირის წევრი და თვითონ ევროკავშირიც ითხოვს, რომ ქვეყნებში შეიცავდეს დამოუკიდებელი ძლიერი ინსტიტუტები, როგორც არის სასამართლო, პარლამენტი და მედია. ანუ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უნდა გააძლიეროს დემოკრატია და ასევე კანონების უზენაესობა კონსტიტუციისას. ეს სარგებელი მოაქვს, ასე ვთქვათ, იმ მხრივ, რომ უფრო ძლიერი დემოკრატია იქნება საქართველოში, უფრო სამართლიანი არჩევნები იქნება და უფრო, ასე ვთქვათ, ნაკლები პოლიტიკური შეცდომა იქნება ევროკავშირის ქვეყნების მიერ ჩვენს მიმართ. ასევე სხვა ქვეყნებსაც შეიძლება იგივე ითქვას. ასევე კიდევ ერთი დადებითი რამ არის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს იმას, რომ ანტიკორუფციული მეთოდები და სტანდარტები დაინერგოს საქართველოში და ეფექტურადაც იყოს ქვეყანაში. ეს ანტიკორუფციის სტანდარტები, რა თქმა უნდა, გაასუფთავებს პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სივრცეს ჭუჭისგან და ასევე გაზრდის ნდობას მოსახლეობასა და მთავრობას შორის და ინსტიტუტების შორის. ეს ამ სტანდარტები მოიტანს უფრო მეტ გამჭირვალე მმართველობას და ასევე იქნება საკმაოდ სუფთა ქვეყანა იმ მხრივ, რომ არ იქნება არანაირი კორუფცია და ჭუჭი ქვეყანაში რა. ასევე მინდა დავამატო, რომ კორუფციის მინიმალურ დონეზე მიღწევა სარგებლობას მოიტანს ეკონომიკურადაც. ეს მინდა მოკლედ დავამატო, რადგან ამ თემაზე საუბრობთ, ფინანსების უკეთეს გამოყენებაზე და გაფლანგვაზე არ დაიხარჯება დრო, თქონ მინიმალური იქნება ეს ფინანსების გაფლანგვა, არასწორი ალოკაცია რესურსების და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სტანდარტები ანტიკორუფციის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი თუ უნდა რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ. მოდი პირდაპირ მნიშვნელობით გადავალ რუსეთზე და ესე ვთქვათ ზეწოლებზე. ევროკავშირში გაერთიანება თვითონ პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს, რომ დასავლეთი უფრო ხარს დაგვიჭერს ყველანაირ კრიზისებში, ომებში და ნებისმიერ მომენტში, ამიტომ ეს გაამყარებს პირდაპირ მნიშვნელობით მათ ნდობას ჩვენს მიმართ და შეამცირებს მინიმალურ დონეზე დაიყვანს რუსეთის ზეწოლებს და ეს გაზის ჩვენს გეოპოლიტიკურ საფრთხეებას, რომელიც ასე ვთქვათ რუსეთი ჩვენ გვიტევს რა. ეს ამას ასევე მოაქვს ის საგებელი, რომ ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობა გვექნება დასავლეთთან, მაგრამ რა თქმა უნდა მოგვიწევს რომ რუსეთს დავშორდეთ, რაც არის შემთთვის ჩემი აზრით და ალბათ დუდუს აზრით დადებითი ეფექტი. სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მთავრობა, რომელიც რაღაცნაირად თითქმის ხმების ოდენობას მიაღწია ბოლო არჩევნებში ამ ოქტომბერს,
35% ხო, თითქოს ანუ ძალიან ბევრია 1-13-ზე მეტი. არ ემხრობა ამ რუსეთისგან დაშორების ალს და პირიქით უერთდებიან მაგ ფლანგს. აი, გადააკვირდე, ქართულმა ოცნებამ 3%-ით მეტი ხმები მიიღო 2024 წლის არჩევნებში, ვიდრე 2020 წლის არჩევნებში. რაც სკანდალებიც მოხდა, რაც კრიზისები მოხდა. არ მინდა ხა რაღაც თეორიების დაწყება, რომელიც უკვე არსებობს და განვითარება არჩევნების გაყალბების შესახებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც 17-ის იყო 18-ის გახდა და უმეტესობამ ასეთი ხალხის არ იმხრობოდა პირიქით ქართულ ოცნებას, რომ შეემატა ბოლო წელს არჩევნებზე. ის ფაქტი, რომ მეტი ხმა მიიღო ძალიან არარეალურად შეს და იმის გათვალისწინებით ეგა როგორც ახსენე რაც გააკეთა ჩვენ ახლა ამჟამინდელმა მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ სულად არა ლოგიკური რომ ისინი არიან ძალაუფლების მქონე პირები. კი, აბსოლუტურად ეთქვა. მოდი გადავიდეთ მესამე პუნქტზე. მესამე კი არა, მეოთხე პუნქტი. მეოთხე სარგებელი ეს იქნება მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებას ასებელით ბოლო წლებში. კი ბატონო. ომი არ მინდა. ეგ რა თქმა უნდა. ევროკავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას უმეტესწილად, რა თქმა უნდა. საერთოდ კონფლიქტების თავის არიდებას. კი ბატონო, ასევე პოლიტიკური, ესე ვთქვათ, როგორ თქვა, პოლიტიკური ქაოსი არ იქნება ქვეყანაში, შიდა პოლიტიკა იქნება დალაგებული, ხოლო ხალხს რომ ყოველდღე გავიდეს რუსთავაზე გასაპროტესტებად. კი ბატონო, არ იქნება არანაირი პრობლემები საგარეო პოლიტიკაშიც. არანაირ გარანტიას ვერ მივიცემით, მაგრამ ძალიან კარგი მდგომარეობა ექნება იმასთან შედარებით, პლუს რაც დღევანდელ საქართველოშია. რუსეთისგან, რა თქმა უნდა, არანაირ კავშირს არ დავადგენთ. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებლობა არის რუსეთთან დავიჭერთ დისტანციას. ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი იქნება. არანაირი დამოკიდებულება ეკონომიკურ ხრივ მოგენა დამოკიდებულებას დამოკიდებულება საერთოდ კავშირის არა ეს მეოთხე პუნქტი მშვიდობა და სტაბილურობა რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ საქართველოსთვის, რა თქმა უნდა. ყველაზე კი ბატონო შეიძლება ითქვას, დღევანდელი მთავრობა ამას კი გპირდება, მაგრამ ვერ ახორციელებს ამ გეგმას შესანიშნავად. ვერ თუ არ საკითხავია. ეგეც კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეროვნული ერთიანობაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ საქართველოში და ევროკავშირი ამაში ხელს შეგვიწყობს. აქ შეგვიძლია ჩავხუროთ ეს პუნქტი. კი ბატონო, ჩავხუროთ ეს პუნქტი და გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე, რომელიც არის პოლიტიკური კულტურის და მრავალფეროვნების განვითარება. ევროკავშირის ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, მოითხოვს, რომ ჩვენ გქონდეს კონსტრუქციული პოლიტიკური დისკურსი, რა თქმა უნდა, მოითხოვს, რომ ნებისმიერი პარტია იქნიყოს ოპოზიცია ან პოზიცია, რა თქმა უნდა, ითანამშრომლოს ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ასევე მოითხოვს მოქალაქეების თქვენს ჩართულობას, რა თქმა უნდა, განაწყვეტილებების თქვენს და ჩვენ ახლა ზასულები არ ვართ, მაგრამ ის მიცემ, არა შეგვიძლია აზრის გამოხატვა. კი ბატონო. რა თქმა უნდა, მოითხოვს მოქალაქეების ჩართულობას ნებისმიერ გაწყვეტილების მიღებაში, თუნდაც იყოს ეს კანონები, პეტიციები, ნებისმიერი რეფერენდუმი მაგალითად და ასე შემდეგ. ეს მოვიტანს იმ სარგებლას, რომ ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლიანი ქვეყანა, მთავრობაც უფრო მეტი პასუხისმგებლიანი. კი. მთავრობაც უფრო პასუხისმგებლიანი იქნება თვითონ ეს მმართველი პარტია. რა თქმა უნდა, გვეყოლება პროგრესული პოლიტიკოსები და პარტიები. რა თქმა უნდა, იმას არ გულისხმობ, რომ ყველა მემარცხენე ლიბერალები იქნებიან, მაგრამ პროგრესული იმას გულისხმობ, რომ რა თქმა უნდა იქნებიან კულტურული, ეთიკური და მორალური პარტიები. რა თქმა უნდა, იგივე პოლიტიკოსებით. სავსე. მოდი გადავიდეთ ახლა ეკონომიკურ სარგებლებზე, რომელიც მე და თემაზე. საერთოდ თემაზე მე და დუდუ ერთად ვისაუბრებთ ამ სარგებლებზე. აქამდე ხო გაყოფილი ვიყავით. კი ბატონო, კი. მოდი დავიწყებ
ყველაზე ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი თემაზე რომელიც არის ხაზგასასმელს. ბაზარი, ესე ვთქვათ საქართველოს ბაზარი, რომელიც რა თქმა უნდა ევროკავშირი მოითხოვს რომ იყოს ღია ბაზარი იმ მხრივ რომ უნდა იყოს ესე ვთქვათ თავისუფალი ვაჭრობა, არ უნდა იყოს თავრობა ჩარეული თვითონ ბაზარში, უნდა იყოს ნაკლები რეგულაციები და უნდა იყოს ნაკლები ესე ვთქვათ გადასახადები ამ ბაზართან დაკავშირებით, საფონდო ბიზნესთან დასაკავშირებით რა. სიტყვა თავისუფალის პირდაპირ მნიშვნელობა უნდა ჩაისვას. ეს არის რა თქმა უნდა კაპიტალიზმის ყველაზე კარგი ესე ვთქვათ დონე. რა თქმა უნდა, ესეთი სისტემა არის საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ევროკავშირის დიდ ქვეყნებში. უმაღლეს ქვეყნებში ესეთი სისტემა არის. რა თქმა უნდა, ეკონომიკურად თეორიულად რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, ეკონომისტი ნაცნობებს ყავს და პირველ რიგში მეუბნებიან იმას, რომ თუ გვინდა რომ სოციალისტური ქვეყანა ვიყოთ, ჯერ პირველ რიგში კაპიტალიზმით უნდა ვიშოვოთ ფული, რომ კაპიტალი გქონდეს, რომ სოციალისტური კანონები ის ყველაფერს თავის დასაწყისი აქვს. რა თქმა უნდა, ჯერ რა თქმა უნდა კაპიტალიზმით უნდა დავიწყოთ, ხოლო შემდეგ რა თქმა უნდა შეგვიძლია გავაკეთოთ სოციალიზმით, რაც ჩემი აზრით საუკეთესო პროგრესი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ბაზარი უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც აღნიშნეთ. ეს პირველ რიგში ესაგებელი ამ მოიტანს, ესე ვთქვათ, სარგებლობს, რომელიც არის ექსპორტების ზრდა, ადგილობრივი საწარმოებო ვითარება, გლობალური ინტერესების ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და ასე შემდეგ. რაც უფრო კაპიტალისტური ვიქნებით, მით უფრო დაინტერესებულები იქნებიან პოტენციური წინსვლა იქნება. მეტი პოტენციური ფული, კაპიტალი და წინსვლა იქნება კი ბატონო. კარგი სეგმენტი იყო თეга. მესამე დებულება რომელიც გვაქვს არის ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციური სექტორების გაძლიერება. ევროპული სტანდარტებისთან ერგვა ბიზნეს გარემოში ზრდის უცხოური ინვესტორების ნდობას. ეს ნიშნავს მეტ უცხოურ კაპიტალს, ახალ საწარმოებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. წინა ნაწილში ახსენე შენ შეგახსენე გლობალური ინტერესი და ინვესტორები. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ყველა ქვეყნისთვის, ქვეყნის გარეთა აქტივობა ეკონომიკურ საკითხში, რადგან ქვეყნის შიგნით როცა ატრიალებს ფული, ასევე აუცილებელი არის კიდე ახალი და კიდე მეტი ფულის შემოსვლა მოზიდვა გარედან ქვეყნის ოღონდ ერთჯერადი არა ასე ოფშორებიდან გადმოტანილი კომპანიები, მაგალითად ევროკავშირიდან გადმოტანილი კომპანიები, სისტემატიური შემოსავალი კი ბატონო. მოკლედ ესე იგი, შემდეგი თემა არის ცენტრალურ ბანკებთან გაკონტროლებული ინფლაცია და ფისკალური დისციპლინა. კი ბატონო, მოკლედ ესე იგი დავიწყოთ იმით, რომ პირველი ესე ვთქვათ, პუნქტი სამაგალითო ქვეყანა თურქეთი. როგორიც არ უნდა ვიყოთ, არის თურქეთი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის მხრივ, იმიტომ არ უნდა ვიყოთ, რომ როგორც ვიცი, თურქეთში არის არანორმალური რაოდენობის ინფლაცია და ამისი გამოწვევის მიზეზი ის არის, რომ ცენტრალური ბანკი არის არადამოუკიდებელი. მიკერძოებული არის, კი. ვის? მთავრობის მიმართ. ანუ მარტივად ვთქვათ, თუნდაც 5 წლის ბავშვმა გაიგოს, მთავრობის მხარეს ყოფი ბანკი უდრის ფულის გაუფასურებას. ეს იმიტომ ხდება, რომ რაც მთავრობა, ესე ვთქვათ, რასაც მთავრობა მოითხოვს, ის ეგრევე შესრულდება და ეს იმიტომ არ არის კარგი. და ხალხის ინტერესი არ იცვლება. ხალხის ინტერესი ხო, ეს იმიტომ არის კარგი, რომ ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის, რომ საპროცენტო განაკვეთები აკონტროლოს ყოველთვის. რაც უნდა ინფლაცია მაღალი იყოს, ცენტრალური ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ ესე ვთქვათ, აკონტროლოს ეს ინფლაცია. თავრობის რადგან ბანკი სადაც ყველაზე მეტი ფული არის რეალურად, მაგათი საკონტროლებელი არის ეგ სფერო. ბანკი არის ფული. ევროკავშირის ასევე მაკროეკონომიკური რეკომენდაციები ხელს უწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალებას და ინფლაციის დარეგულირებას. ეს ერთი შეხედვით ცოტა რთული გასაგები შეიძლება იყოს და აქ გვაქვს მაგალითი. ლიტვა ევროკავშირში გაწევრიანებამდე ძალიან ცნობილი ქვეყანა ევროკავშირში ბალტიკის არეალში განიცდიდა მაღალი ინფლაციის პერიოდებს და ბიუჯეტური დეფიციტის პრობლემებს. ევროკავშირში შესვლამდე და მისი მოთხოვნების შესაბამისად ლიტვამ
გაამკაცრა მათი ფინანსური წესრიგი, შემოიღო მკაცრი ბიუჯეტური კონტროლი და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა, რაც 2 წამის წინ თეგან გვიხსენა. შედეგად, ინფლაცია შემცირდა ერთ ნიშნავ მაჩვენებელზე, ინვესტორების ნდობა ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2015 წელს ევროზონაში შესვლას მოახერხა ლიტვამ. აქ გვაქვს დასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია ნიშნავს სწორედ ასეთ ეკონომიკურ სტაბილურობას, ინფლაციის კონტროლს, პასუხისმგებლობას საბიუჯეტო ხარჯვას და საერთაშორისო ნდობის ზრდას. აი ზუსტად ამიტომ რაც ჩამოვთვალეთ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიზეზების სარგებლები, ზუსტად აი ამიტომ არის ეს ევროინტეგრაცია ასეთი მნიშვნელოვანი ნებისმიერი საშუალო ქართულ მოქალაქისთვის. ამიტომ ყურადღებით იყავით. Instagram-ზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გვერდი GeoTour, ასევე YouTube-ზე გვაქვს დადებული ვიდეო ერთი და მოელოდეთ კიდევ მეც. YouTube-ზეც ასევე გვაწერია GeoTour და გვაქვს ჩვენი საიტი, რომელიც მითითებული არის Instagram გვერდზე, რადგან ახლა საიტის ლინკის ასო თქმა საზრი არ აქვს. ამიტომ გიოჩან მოვჭით ალბათ და ამიტომ დაგემშვიდობებით. მადლობა გიორგი. აი მადლობა თეგა. მოდით ახლა ეს ყველაფერი შევაჯამოთ. როგორც ვიხილეთ, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ დიპლომატიური პროცესი, ეს არის ყოველდღიური გავლენა მოქალაქის ცხოვრებაზე. უკეთესი განათლება, მეტი სამუშაო, უსაფრთხო გარემო და ევროპული ღირსეულობები. საქართველო უკვე დიდი ნაბიჯებით უახლოვდება ევროპას. ახლა საჭიროა მტკიცე პოლიტიკური ნება და საზოგადოების ჩართულობა. მადლობა რომ იყავით ჩვენთან. არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი არხის, რომ არ გამოგჩეთ